როგორ აფასებენ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები არჩევნებს ნინო ბურჯანაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ნინო, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ეგზიტ-პოლების მიხედვით თქვენ ვერ გადალახეთ 5%-იანი ბარიერი. რას ფიქრობთ, ენდობით თუ არა ეგზიტ-პოლის შედეგებს და ხომ არ მიგიღიათ წინასწარი მონაცემები თუნდაც რაიმე სახით ცესკოდან ამ დროისთვის? მოგესალმებით, დიდი მადლობა ეთერში ჩართვისთვის. ეხლა რაც შეეხება ეგზიტ-პოლებს, ამიხსენით, რატო უნდა ვენდო ეგზიტ-პოლებს და ვინ ენდობა დედამიწაზე და მსოფლიოში ასეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველოს ეგზიტ-პოლებს. მე მთელი დღის განმავლობაში რომ აღარაფერი თქვა საარჩევნო კამპანია, როდესაც ჩემს ამომრჩეველს პირდაპირ ვეუბნებოდი, რომ ეგზიტ-პოლებს ბისთვის პასუხიც კი არ უნდა გაეცათ, მთელი დღის განმავლობაში დღეს მოუწოდებდი ჩემს მხარდამჭერებს, რომ ეგზიტ-პოლებისათვის მათ ყურადღება არ მიექციათ და ჩვენს ამომრჩეველს ნამდვილად ქონდა გადაწყვეტილი, რომ პასუხი არ გაეცა ეგზიტ-პოლებზე და ამაზე ლაპარაკობს თუნდაც ის ციფრები, რომელიც ოფიციალურად გამოაცხადა ნაციონალური მოძრაობის და ბიზნეს ივანიშვილის მხარდამჭერმა ტელევიზიებმა. 30% მოსახლეობისა მათივე ინფორმაციით უარს აცხადებდა ეგზიტ-პოლებში განეცხადებია თავისი მხარდაჭერა პარტიებთან მიმართებაში. 30%. ასე რომ ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ ნებისმიერი ციფრი, რომელიც ეხლა სხვათა შორის შეიცვალა, რამდენიმე საათის წინ გამოაცხადეს, რომ ჩვენ რაღაცა 2% ვქონდა, ანუ აღმოჩნდა, რომ ოჯახის წევრებაც არ მოგვწეს ხმა, პატრიოტთა ალიანსი გადადიოდა ბარიერს, ეხლა აცხადებენ, რომ პატრიოტთა ალიანსი ვეღარ გადადის ბარიერს, ოღონდ ჩვენ ცოტა მოგვემატა. თუ ეხლა ეს უკვე მართლა არაფერში არ წერია, მაგრამ მე მგონი ეს არავის არ უყვირს. ერთი რამ არის ფაქტი, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით ეხლა უბნებიდან ინფორმაციას და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არის უბნები, სადაც ჩვენ ვართ მეორე და მესამე ადგილზე, არის უბანი, რომელიც მოგებული გვაქვს, არის უბნები, სადაც უკვე ოქმიც კი გვაქვს და სადაც 30% გვაქვს აღებული, მაგალითად ლაგოდეხის ერთ-ერთი უბანი, თუმცა ალბათ იქნება ის უბნები, სადაც სუსმა ძალიან ივაშკაცა და მოახერხა ან დაშინება, ან დავუშვათ მოსყიდვა ცალკეული ადამიანების. მე ძალიან სერიოზული კითხვის ნიშანი გამიჩინა გამომცხადებული ადამიანების რაოდენობამ 1,800,000-ზე მეტმა, ანუ გამოდის, რომ არჩევნების დღის ბოლოს პრაქტიკულად 2 საათნახევარში საქართველოში 350,000-ზე მეტი ადამიანი მოვიდა არჩევნებზე. დილით რიგები ნამდვილად იყო და ადამიანების აქტიურობა იყო მაღალი, მაგრამ საღამოს რიგები ნამდვილად არ ყოფილა და ეს აუცილებლად გააჩენს ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს, ასეთი მაღალი რიცხვი, მით უმეტეს, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, გამოდიოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების ამოცანა იყო, რადგან არ უნდა დაჯდომოდა და ეფიქსირებინა ძალიან მაღალი გამოცხადება, რომ შემდეგ манипулირება შეძლებოდა სუსის მეშვეობით. მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ქართულ ოცნებას. კატასტროფით დაუმთავრდება ქართულ ოცნებას ეს მცდელობა გარიგებისა ნაციონალურ მოძრაობასთან და ორ პარტიიანი პარლამენტის შექმნის მცდელობა. ეს ნამდვილად არ გამოუვა, ჩამოემხობათ თავზე ყველაფერი, მაგრამ ყველაზე სამწუხაროა ის, რომ ამას შეიძლება ქვეყნისათვის გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგები. მაგრამ კიდევ ერთხელ თუ კი ეგზიტ-პოლების შედეგი დაემთხვა CSKO-ს მონაცემებს. ამ შემთხვევაში როგორ მოიქცევა თქვენი პარტია? შედეგები ვერაფრით ვერ დაემთხვევა CSKO-ს მონაცემებს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. 30%-მა ეგზიტ-პოლებში არჩევნებში მონაწილე ადამიანებისა 30%-მა ეგზიტ-პოლებს არ უპასუხა ხალხნო. და თუ ამ შედეგებს დაემთხვა CSKO-ს შედეგი, მაშინ ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ არჩევნები ტოტალურად არის გაყალბებული. მე მგონია, რომ პირიქით ქართულ ოცნებას არ უნდა აწყობდეს არც ერთ შემთხვევაში, რომ ეგზიტ-პოლების ამ შედეგებს დაემთხვეს CSKO-ს შედეგები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხა ნებისმიერი ოდნავ თუმცა 2012 წელს სხვაობა იყო მხოლოდ 2, მაქსიმუმ 3%. ანუ 2012 წელთან შედარებით იგივე კომპანია, მაგალითად იგივე GFK-ს მონაცემების მიხედვით, თქვათ, გამოქვეყნებული ეგზიტ-პოლები, ანუ რამდენად შეიძლება რომ გაყალბებული იყოს. თუ კი პარალელს გავალვებთ 2012 წელს. საქართველოში ყველაფერი შეიძლება გაყალბებული იყოს და როცა 5 მილიარდი დგას რაიმეს უკან, ყველაფრის გაყალბება შეიძლება, ან თითქმის ყველაფრის გაყალბება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ შეგვყავს მოსახლეობა შეცდომაში და ძალიან მნიშვნელოვანია ეგზიტ-პოლების ამოცანა საქართველოში არის ის, რომ დააშანტაჟონ პრაქტიკულად და იმედი გადაუწურონ კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს იმ პარტიებისა, რომელსაც ეგზიტ-პოლი დაბალ პროცენტს უწერს, რომ შემდეგ
შემდეგ ამ ადამიანებს უთხრან, რას იკლავ თავს ამ პარტიისთვის, მაინც ვერ გადის, მოდი ახლა ამ პარტიის ხმები გადავანაწილოთო. ერთი უბანი გამოჩნდა სხვათა შორის, სადაც ჩვენ და ნაციონალურ მოძრაობას ზუსტად ერთი და იგივე ციფრი გვაქვს და გაცილებით მეტი აქვს ქართულ ოცნებას. ახლა გასაგებია იმ უბანზე რაც მოხდა, ასეთ უბნებს ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შეგიძლიათ დაასახელოთ რომელ უბანზეა საუბარი? არა აქვს ახლა ამას მნიშვნელობა არ არის ეს პრინციპული, იმიტომ რომ ეს უბანი უნდა წავიდეს, გასაჩივრდეს, აუცილებლად გადათვლა მოხდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის უბნები, სადაც ჩვენ გვაქვს 30%, არის უბნები, სადაც ჩვენ გვაქვს მეორე ადგილი, სადაც მესამე ადგილი გვაქვს და არის რამდენიმე უბანი, სადაც ჩვენ პირველი ადგილიც კი გვაქვს აღებული. ასე რომ ჩვენ რა თქმა უნდა ამას ყველაფერს ძალიან სერიოზულ ანალიზს გავუკეთებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვოთ ტელევიზიებსაც მათ შორის. ნუ არის ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი ეგზიტ პოლებთან დაკავშირებით. არსად დედამიწაზე ცივილიზებულ სამყაროში, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით და ევროპული ქვეყანა ვართო ვიძახით. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არასოდეს არც ერთ პარტიას ეგზიტ პოლების შედეგების მიხედვით არ აღუნიშნავს გამარჯვება ან არ უღიარებია წარმატება. ანუ თქვენ ელოდებით ცვლილებებს პროცენტების ქალბატონო ნინო როგორც გავიგეთ. რა თქმა უნდა, ეხა ესა მაკა დააკვირდით, ეხა საათნახევრის წინ ჩავერთე მე სხვა ტელევიზიას ეთერში. საათნახევრის წინ იყო ესეთი რეალობა, რომ პატრიოტ ალიანს გადალახული ქონდა ბარიერი და ჩვენ რაღაცა 2% ვქონდა. ეხლა ეგზიტ პოლებიც კი შეცვალა რუსთავიორმა და გამოაცხადა, რომ პატრიოტ ალიანსი ვერ ლახავს ბარიერს და ჩვენ 2.9, ანუ პრაქტიკულად 3%-მდე მოგვემატა რეიტინგი. ანუ ეს არ შეიძლება რომ სანდო იყოს და საერთოდ ამაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ არ ღირს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენი ძალიან ბევრი მომხრე მაინც ემოციურად ადამიანები ითრგუნებიან, როდესაც ასეთ უსამართლობას და ნუ მართლა ადამიანების მასხრა დაგდებას ხედავენ. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. დიდი მადლობა რომ საქართველოში მოვა დრო, როდესაც სუსი აღარ ჩაატარებს არჩევნებს, როდესაც ეგზიტ პოლები აღარ იქნება გადამწყვეტი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მინდა ხელისუფლებამ ეს გაიგონოს. თუ იქნა ამისი მცდელობა, რომ დაფიქსირდეს მართლაც უკვე საჯაროდ გამოჩნდეს ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების გარიგება და იქნა მცდელობა ორპარტიული პარლამენტის მიღებისა, ეს დაანგრევს და დააქცევს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს ძალიან მძიმედ და ძვირად დაუჯდება ეს, მაგრამ რაც ყველაზე ცუდია, შეიძლება ქვეყნისათვის დამღუპველი აღმოჩნდეს. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო რომ იყავით ამ სცენარის შესაძლებლობას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში.